მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია გადაცემა კვირის ქრონიკა. მე ნინო ჯიქურაშვილი ვარ. მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს დღეს გადაცემაში შევაჯამებთ. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. ქვეყნის პირველმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ. უცვლელია არჩევნების თარიღი, ის 8 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ანუ ჩემს მიერ გაგზავნილი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. 8 ივნისს, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში. მე მაქვს ძალიან მარტივი და მკაფიო პოზიცია. საარჩევნო კამპანია თავიდანვე, რაც მე მახსოვს, პოლიტიკური პროცესი, ყოველთვის იყო მოთხოვნა, რომ საარჩევნო კამპანია იყოს რაც შეიძლება უფრო ადრე გამოცხადებული და რაც შეიძლება უფრო ადრე შევიდეს ძალაში საარჩევნო რეგულაციები. ჩემი როგორც პოლიტიკური ფიგურის ინტერესი იმ არჩევნებში, რომელშიც მე არ მონაწილეობ, უმთავრესად არის დაკავშირებული ამომრჩეველთა აქტივობასთან. ჩვენ თუ შევხედავთ გამოკითხვებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არის ფრიად დაბალი. ანუ ამომრჩეველი ვერ გადაწყვიტა ამომრჩეველმა, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. ეს ჩემთვის პრობლემა არის, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება უფრო ლეგიტიმური და რაც შეიძლება უფრო აქტიური არჩევნები. პოლიტიკური ძალები გადავლენენ რეალურ დიალოგში ამომრჩეველთან, ჩვენ სავარაუდოდ უფრო უკეთესი დასწრება გვექნება არჩევნებზე. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის გზებისა და ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, ასევე 9 აპრილისა და ერეკლეს ქუჩებზე. აკაკი მაჭუტაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ეს ადგილები მოინახულა და შესრულებული სამუშაოების ხარისხით დაინტერესდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება. რეაბილიტაციის დასრულებას ერთ თვეში ვარაუდობენ. წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო საგზაო ინფრასტრუქტურა, პარკის ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, კონკრეტულად პოსტავაზე ამავდროულად წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს 350 მეტრი საკანალიზაციო მილის შეცვლას, რომელზეც შემდგომ უკვე რეგიონალური ფონდიდან დაფინანსებული პროექტით და თანხით დაიგება ასფალტის საფარი. პროექტების მიმდინარეობა ნორმალური არის, ხარისხიანი არის. ქალაქში ხო? დიახ, ქალაქში. იგება გრანიტის ფილებით და ეგრეთ წოდებული ბრუშეტკებით, დამტროული ქვებით, რომელიც ლამაზ კომპოზიციას ქმნის. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიწონა, თუმცა სოფელ კორტანეთში მოასფალტებული გზის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. გუბერნატორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, შენიშვნები მისცა და ხარვეზის გამოსწორება მოსთხოვა. შესრულებული სამუშაოები დაიწუნეს ადგილობრივებმა და გამგეობის წარმომადგენლებმაც. სოფელში 680 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში კომპანია ჰედებ ჯორჯია ახორციელებდა. მასთან კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 94,444 ლარით უნდა დაფინანსებულიყო. მაგრამ ცოტა ოდესო სიგანე უკეთეს იქნებოდა, ვიწროა ძალიან გზა. 1-2 მაგერთან ვერ აუხსებს. ეს მეტი არ დაიგება. საიმეტრი იყო 3 მეტრი უნდა იყოს დაგებული ის. რამდენია სიგანე? 3 მეტრს. პირადად მე ასფალტის საფარის ხარისხი არ მომეწონა, შესაბამისი მითითებები მივეცით. სტანდარტი 9 სანტიმეტრი არ არის დაცული, ამავდროულად გვერდულების მოწყობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, რიყის ქვით არის მოწყობილი. სანამ აღნიშნული ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, კონტრაქტორი შესაბამის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. შესრულების სამუშაოები არ არის ჩაბარებული. რატომ? იმიტომ რომ არ მოგწონს ჩვენ ხარისხი. ანუ მონიტორინგის სამსახური იყო მისული. მონიტორინგის სამსახური იყო, კი პერიოდულად მიდიოდა, ამოწმებდა ყველაფერს და უბრალოდ
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შესაბამისად არ აკეთებდნენ სამუშაოებს და უბრალოდ მიეცით შენიშვნა რომ კი, შენიშვნა არის მიცემული. კი, როგორ არის? მაგრამ არ გამოასწორეთ? ხო, გამოსწორებული არ არის და შესაბამისად თანხას იმიტომ რომ არ ვაძლევთ. ალბათ მოუწევთ აფრეზვა მეორე ფენის რაც არის გაკეთებული, იმიტომ რომ უხარისხოდ არის გაკეთებული და შემდეგ სამხარაულის დასკვნის შემდეგ ვიცემთ სრულად თანხას რაც იქნება, თუ შესაბამისი იქნება დასკვნა. სოფელ დაბაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის მასივების აღდგენა გრძელდება. 13 მაისს ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციები World Vision და დემოკრატ მესხთა კავშირი. სოფელ დაბასთან ახანძრალი ტყის მიმდებარედ არსებულ სასკოლო სანერგეში საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ერთის მხრივ წაღვერის ეკოკლუბის ბავშვებმა, რომლის მიერად დაითესა შემოდგომაზე ფოთლოვანი სახეობები, დღეს ჩვენ დავთესეთ წიწოვანი სახეობები. ღონისძიება შემოუერთდა დემოკრატ მესხთა კავშირი და ასევე World Vision-ის არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები და ერთობლივი ძალებით დაითესა წიწოვანი სახეობები და დაირგო რამოდენიმე ასეული ნერგი ახანძრალი ტყის ტერიტორიაზე. ჩავერთეთ ახალგაზრდები ამიდიაში აქტიურად, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც ამაოდ აუცილებლად დაგვიფასდება და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგი დავრგოთ, ბევრი ხე გავამწვანოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. საუკუნის საქმე კეთდება და აუცილებელია გარემოზე ვიზრუნოთ და ლანდშაფტი შევინარჩუნოთ. დღესვე გამწვანების აქციაში ჩაერთო კომპანია British American Tobacco. აღნიშნულმა კომპანიამ სოფელ დაბაში გადამწვარი ტყის მასივის გასამწვანებლად 4000 ენერგი შეიძინა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ენერგები გამწვანების აქციის ფარგლებში დარგეს. 2013 წლიდან სატყეო სააგენტო ამ ტერიტორიაზე აწარმოებს ტყის აღდგენის ღონისძიებებს სხვადასხვა დონორების დახმარებით. აქ ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, გაერო, ავსტრიის და გერმანიის მთავრობა და ასე შემდეგ. დღესდღეობით გვაქვს აქცია, რომელიც British American Tobacco არის ესეთი კომპანია, რომელმაც შეიძინეს სხვადასხვა ტყის ჯიშების ნერგები და ნაწილი შემოდგომაზე დავრგეთ და 100%-იანი განხარება გვაქვს მიღებული და ნაწილი აი დღეს 4000 ნერგი დღეს დავრგეთ. სასმელი წყალი და საკანალიზაციო სისტემა სოფელ მზეთამზეში მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. 180-მდე ოჯახი საკანალიზაციო სისტემის გარეშეა დარჩენილი. 45-მდე ოჯახის ონკანებში კი სასმელად უვარგისი წყალი მოდის. ეს მილები სოფელ მზეთამზეში ლიანა თედიაშვილის ეზოში 1 წელზე მეტია აწყვია. მილების სოფელში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის არის შეძენილი. თუმცა საკანალიზაციო სისტემა სოფელში ჯერ კიდევ არ არის. სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ეს პრობლემა ინდივიდუალურად მოაგვარა. სოფელში არ არის და ითხოვს სოფელი რომ გაკეთდეს მთავარი კანალიზაცია. და ჩვენ რაც გვაქვს ცოტა შევაერთებთ ჩვენ წყლებს ეს ყველაფერს. და ეხლა თქვენ როგორ გაქვთ გაკეთებული ოჯახებმა თვითონ გააკეთეს? კი, ჩვენი ხარჯებით გვაქვს გაკეთებული რაც გვაქვს. და სად იღრება ეს? ეს სად იღრება და პატარა ღელეჩადის იქ და იღრება იქ. ერთხელ არ მოხდა რამის შეძენა 2-3 წლის განმავლობაში სოფლის პროგრამით ძირითადად ხორციელებდა ამის შეძენა. მე შეხვედრაზეც რო ვიყავით მაშინაც დააყენეს მოსახლეობამ ეს საკითხი რომ თქვათ იგივე გარე ბუნებრივ პირობებში მზეზე და ასე ვთქვათ ღია პირობებში ყოფნისას ეს მილები სავარაუდოდ ნელ-ნელა ეტაპობრივად ალბათ გაფუჭდება და გამოვა წობრიდან. ანუ ჩვენ ვთხოვეს რომ ვთქვათ რაღაცა კუთხით ტექნიკით მაინც დავეხმაროთ ვთქვათ და ნაწილი თვითონ შეასრულონ ეს სამუშაოები, მაგრამ ეს ახლა სანიაღურის თემა რო იყოს უფრო ადვილია, მაგრამ საკანალიზაციო სისტემის ასე ვთქვათ ერთი ხელის მოსვლით მოწესრიგება ცოტა რთულია თან მithumetes სოფელში. ანზორ სვანიძე ამბობს, რომ იმის გამო, რომ სოფელმა სწორი გათვლა ვერ გააკეთა, პრობლემა ასე მარტივად ვერ მოგვარდება და თანხების ლოდინი მოუწევთ. ამავე სოფელში 45-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. მოდის მუღრიე. წვიმის თოვლის ნაჟური ჩადის. მოდის მუღრიე რომ არ დაილება. ამ შემთხვევაში ანზორ სვანიძე პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობს და აქაც შესაბამისი თანხების არარსებობის გამო მოსახლეობას ლოდინს ურჩევს. სოფელ ქვაბისხევში შიდა სამანქანო გზის ბოლომდე მოასფალტებას ითხოვენ. გზის 400 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა. დარჩენილი გზის მოასფალტებაზე დაპირება მოსახლეობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მაშინვე მიიღო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გეგმები შეიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლება ქვაბისხევში 400 მეტრიანი გზის მოასფალტებას 2017 წელს გეგმავს.
სოფელ ქვაბისხევში ტალახიანი გზის გავლა ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ გადაადგილება წვიმიან ამინდში განსაკუთრებით რთულია ავტომობილებისათვის. მოსახლეობა 1 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტებას ითხოვს. შეგვიძლია და ალბათ გავიგეთ. როდი შეკპირდნენ? შარშანებო. მართალია მოსახლეობამ დაპირება მიიღო, თუმცა გეგმები შეიცვალა. როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ხელისუფლება ქვაბისხევში 400 მეტრიანი გზის მოასფალტებას 2016 ნაცვლად 2017 წელს გეგმავს. 2017 წელს სავარაუდოდ 70% ეს გზა გაკეთდება, ანუ ეს 400 მეტრიანი მონაკვეთი დასრულდება. ვერ გეტყვით 1 კილომეტრიან მონაკვეთს რას გულისხმობენ, შეიძლება ვთქვათ ეკლესიამდე მისასვლელ გზას გულისხმობენ, მაგრამ ეს 400 მეტრიანი გზა უკვე მოსახლეობის ბოლომდე მიდის მე რამდენად ეს ინფორმაცია. ბორჯომში კოსტავას მოედანზე სილამაზის ხიდთან გავლისას სიფრთხილე გმართებთ. დაზიანებულია ფეხით სავალი ნაწილი, როგორც ამბობენ, ჩამტრეული ფილების შედეგად წარმოქმნილმა ორმომ გადაადგილებისას ზოგიერთ მოქალაქეს საფრთხე შეუქმნა. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. კოსტავას ქუჩაზე სილამაზის ხიდთან ფეხით სავალი ნაწილი დაზიანდა. ადგილობრივების განცხადებით, ფილები ამ ადგილზე უკვე მეორედ ჩაიმტრა. წარმოქმნილი ორმო გადაადგილებას ართულებს და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. საერთოდ რამოდენიმე თვის უკან გააკეთეს, ჩავარდა ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი ჩავარდა, ძლივსა მოიყვანეს, არაფერი არ უთქენია, მაგრამ მაინც საშიშია, აბარა. დილით გადმოვიარეთ, ჩვენ სამსახურში მოვედით, არაფერი არ ეთყობოდა, მერე გადადიოდნენ კულტურის სახლის გოგოები გადადიოდნენ და გადარჩნენ, ანუ ერთ-ერთი ფეხი ჩაუვარდა და მეორემ დაიჭირა. გეშინია უკვე გადმოსვლისა, ვერ გამოვდივართ აქეთ, ასე უვლით კრუგზე, რომ ასე შემოვიდეთ ნაპირზე. რამდენი დღეა რაც ასე? უკვე 1-5 დღეა რაც ასე ჩავარდა უკვე მეორედ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. სავარაუდოდ მანდ გადის ძველი სანიაური კოლექტორი, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა, ეხლა არ არის მოქმედი, მაგრამ როგორც ჩანს მიწავარდება, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინაც ხმის პრობლემა და შეკეთდა. უბრალოდ უნდა შევისწავლოთ კარგად სიტუაცია, რომ ბრალო ამოსება უშველის თუ ქვემოთ უნდა გამაგდეს ბეტონი უნდა დაისხოს არმირებით სავარაუდოდ. ამ ყველაფერს შევისწავლით და უმოკლეს ვადაში გადავწყვეტოთ ეს პრობლემას. როგორ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს შესახებ საქმეების გაშუქება? სახალხო დამცველმა ამ თემაზე ბორჯომში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებს იმ უნარჩვევებზე ესაუბრნენ, რაც მათ ამ თემაზე მუშაობისას სჭირდებათ. ომბუდსმენი ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის სხვა თემებზეც ჩაატარებს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ როგორც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, ასევე იქნება საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოზე. ჩვენ მოვისმენთ იმას, თუ რით განსხვავდება ეს სასამართლოები ერთმანეთისგან. ეს დეტალები, რაზეც დღეს ჩვენ ვისმენთ ტრენერებისგან ინფორმაციას, არ არის ის ახალმისაწვდომი და პირადად ჩემთვის ძალიან ბევრი რამ ახალი. გამდინარე იქიდან რომ საქართველოს საქმე განიხილება რამდენიმე საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორის ჰააგის სისხლისამართლოს საერთაშორისო სასამართლოში, ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს გქონდეთ მეტი ინფორმაცია ამ სასამართლოების შესახებ, იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ამიტომაც მათი უნარჩვევების გაუმჯობესება, მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო ჩვენი მიზანი. სწორედ ამიტომაც გადაწყდა ამ თემაზე ტრენინგის ჩატარება. სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი რასად როდის დაიწყო? ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური ნომერ 3 საჯარო სკოლაში გაიმართა. პირველ ტურში 16 გუნდიდან ნახევარფინალის საგზური 8 გუნდმა მოიპოვა. ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატის შემდეგი ტური 17 მაისს გაიმართება. ბორჯომში სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატში 15 სკოლის 42 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური ნომერ 3 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 16 გუნდმა მიიღო. ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატს ორგანიზება ინტელექტ კლუბმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გაუწიეს. თამაში მიმდინარეობს ოლიმპიური პრინციპით, თითოეული
ჯგუფში არის 16 გუნდი, 16 გუნდი და შემდეგ ეტაპზე გადადის 8 გუნდი და ამ პრინციპით მიმდინარეობს თამაში. შემდეგში ნახევარფინალი ზუსტად იგივე პრინციპით მოხდება და ფინალში ბუნებრივია გამოვლინდება ერთი ფინალისტი, რომელიც დაჯილდოებდება სხვადასხვა პრიზებით და ამავდროულად ჩვენ გვაქვს გარდამავალი ბუ, რომელსაც ჩვენ ვათამაშებთ ასე ვთქვათ ყოველწლიურად, მაგალითად წინა წელს ჰქონდა ტაძრის მოგებული და მთელი ერთი წლის განმავლობაში ტაძრისის სკოლას, ტაძრისის გუნდს ჰქონდა ასე ვთქვათ საკუთრებაში. ამ თამაშის დაწყების წინ ეს ბუ ჩამოაბრძანეს, მოიტანეს სათამაშო მოედანზე და ებრძოლებენ თითოეული გუნდი, რომ ეს ბუ დაისაკუთრო. ძალიან საინტერესო კითხვები იყო. ჩვენმა კლასმა, 11 კლასი ვარ და პირველად მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ უმაღლესი ორი ქულა დაიწერა და ერთ-ერთი ჩვენა ვიღეთ, გადავედით შემდეგ ტურში ვიხარია. ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატის შემდეგი ტური 17 მაისს გაიმართება. ვინ გახდება ჩემპიონატის გამარჯვებული და გარდამავალი ბუსქანდაკების მფლობელი, ეს მაისის ბოლოს გაირკვევა. სამცხე-ჯავახეთის სახელით რეგიონული სარაგბო კლუბი ტაო ასპარეზობას უკვე ოფიციალურად შეძლებს. საქართველოში პირველი სარაგბო კლუბის დაფუძნება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო. ბაზა დაბა ასპინძაში მდებარეობს. კლუბის დაფუძნების მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და მისი პოპულარიზაციაა. სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი ტაო დაფუძნდა. იგი საქართველოში პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. ბაზა დაბა ასპინძაში მდებარეობს, სადაც 17 წლამდე 300 მოზარდი ივარჯიშებს. დაახლოებით 1 წელია, რაც ამ სპორტს მივყე ხელი. მე ძალიან მიყვარს რაგბი და ვაპირებ მომავალშიც ამის გაგრძელებას. რაც შეეხება ასპინძაში ამ სარაგბო კლუბის გახსნას, ჩემთვის ძალიან კარგია და საინტერესო. ის ჯაფა, რომელიც აქ ადგებოდათ ამ მსმელელს, აქ გულშემატკივრებს რაგბისას, ის დაგვირგვინდა იმითი, რომ უკვე რეგიონალური კაცთა კლუბი შეიქმნება, რომელიც დღესდღეობით იქნება ნახევარ პროფესიული, მაგრამ დიდი იმედი, რომ რამდენიმე წელიწადში პროფესიული გახდება, შესაბამისად აქ არ გაზრდილი ახალგაზრდა არ წავა ქალაქში. კლუბ ტაოს დაფუძნება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო. მის ყველა მონაწილეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ სამახსოვრო სიგელები გადასცა. მოწვეულ სტუმრებს და კლუბის დამფუძნებლებს ტაოს პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ სამომავლო გეგმები გააცნო. ამ კლუბის დაფუძნებით ამ ადამიანებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს ახალგაზრდები დაბრუნდნენ თავის რეგიონში, თავის საყვარელი საქმე აკეთონ სახლში და იყვნენ სახლში და ემსახურონ თავის რაიონს და რეგიონს. ნახევრად პროფესიონალური კლუბი იქნება ეს და ალბათ იქნება დაახლოებით 20-30 პროფესიონალი. თავრესი არის ის, რომ რაგბი როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორც მასწავლებლობა უკვე აქ საბოლოოდ დამკვიდრდება და ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს. ასეთი იყო მიმდინარე კვირის აქტუალური მოვლენები. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.